ფებრუარი ვიკილიქსის მხარდამჭერები ჟულიან ასანჟის დაკავების შემდეგ კიბერშეტევაზე გადავიდნენ. შვედეთის პროკურატურის ვებგვერდის შემდეგ პრობლემები მასტერკარდსაც შეექმნა, რომელმაც ვიკილიქსთან თანამშრომლობა შეწყვეტა. ჟულიან ასანჟის ექსტრადაციასთან დაკავშირებით შემდეგი სასამართლო მოსმენა კი მომავალ კვირას გაიმართება. ვიკილიქსის დამცველები ჟულიან ასანჟის მხარდასაჭერ ქმედებებს განაგრძობენ. ორგანიზაციის დამცველების სამიზნე ამჯერად შვედეთის პროკურატურის და იმ ადვოკატის ვებგვერდი გახდა, რომლის კლიენტიც ასანჟს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიკილიქსის მომხრეებმა მიზანში ამოიღეს იშვეიცარიელი ოფიციალური პირებიც, რომელთაც ასანჟის საბანკო ანგარიშები გაყინეს. ტექნოლოგიური პრობლემები შეექმნა მასტერკარდსაც, რომელმაც ვიკილიქსთან თანამშრომლობა შეაფერხა. შვედეთის პროკურატურის წარმომადგენლები ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევას არ გამორიცხავენ. პირველ რიგში უნდა გავიგოთ მიზეზი, რისთვის მოხდა ვებგვერდზე შეტევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია პრევენციულ ზომებზე ვიზრუნვოთ. ჟულიან ასანჟი 7 დეკემბერს ლონდონის პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა. დაკავებას საფუძვლად შვედეთის პროკურატურის მიერ გაცემული ორდერი დაედო. ასანჟს შვედეთის მხარე ორი ქალბატონის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად ასანჟი ყველა ბრალდებას უარყოფს და შვედეთში ექსტრადიციაზე უარს აცხადებს. 30 ნოემბერს მას შემდეგ, რაც შვედეთმა ასანჟის დაპატიმრების მოთხოვნა გაავრცელა, ინტერპოლმა ვიკილიქსის დამფუძნებელი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. ჩვენ ონლაინ რეჟიმზე დაფუძნებულ ორგანიზაციას წარმოვადგენთ. ჩვენ წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყავს. ვიმედოვნებ, ჟულიანს ძალიან მალე ჩვენთან ერთად ვიხილავ. ამ დრომდე შეერთებულ შტატებში არც ვიკილიქსის და არც ასანჟისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ბერლინში გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. აპირებს თუ არა შვედეთი ასანჟის შტატებისთვის გადაცემას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ეს საკითხი იურიდიულ სისტემას ეხება და მასზეა დამოკიდებული, რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ შედის პოლიტიკური სისტემის კომპეტენციაში. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ის რაც აქ გერმანიაში შევიტყვეთ, კარგი ამბის გადმოცემის მსგავსი იყო და დიდად არ გვაღელვებს. ჟულიან ასანჟის ექსტრადიციის შესახებ მოსმენა ლონდონში მომავალ კვირას გაიმართება. ასანჟის ადვოკატი გადაწყვეტს, მიმართავს თუ არა გირაოს სანაცვლო განთავისუფლების მოთხოვნით ვიკილიქსის დამფუძნებელი სასამართლოში.